დიდება ჩვენს უფალს იესო ქრისტეს. ვაგრძელებთ ჩვენს მსჯელობას ნათლისღების საკითხებთან დაკავშირებით. წმინდა მოციქულთა 50-ე კანონის ძველ ქართულ თარგმანში არსებულ ფრაზასთან დაკავშირებით სამი ნათლისღებანი ედიშერ ჭელიძე შენიშნავს, რომ სამი ნათლისღება წარმოადგენს ზედმიწევნით თარგმანს ბერძნული ტექსტისა და რომ საკუთრივ ძველ ბერძნულ ტექსტშიც ასევე სამი ნათლისღება გვაქვს და საგანგებოდ ჩერდება ამ საკითხზე. ედიშერ ჭელიძის თქმით, ეს ზედმიწევნითობა გულისხმობდა არამხოლოდ სათარგმნელი ტექსტის პირდაპირ გადმოტანას ყოველგვარ სიტყვიერ შემატება კლების გარეშე, არამედ აგრეთვე სრულ ტერმინულ შესატყვისობას. ეს ნიშნავს, არსენი ყალთველს ესა თუ ის ბერძნული საღვთისმეტყველო სიტყვა ყოველთვის ერთი და იგივე შესატყვისით გადმოჰქონდა. სხვათა შორის სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ არსენმა ხელმეორედ თარგმნა ქართულად იოანე დამასკელის შრომა წყარო ცოდნისა. წინარე თარგმანი ყოველთვის არიცავდა სრულ ტერმინულ შესატყვისობას. ისევე როგორც სხვა შრომები, რჯულის კანონიც არსენს თარგმნილი აქვს ზედმიწევნითი სიზუსტით. ეს ითქმის კონკრეტულად 50-ე სამოციქულო კანონთან დაკავშირებითაც. აი ამ კანონის ბერძნული ტექსტი. როგორც დამოწმებული ტექსტიდან ჩანს, ქართულ თარგმანს სამი ნათლისღება ბერძნულში შეესაბამება ტრია ბაპტისმატა. ახლა ვნახოთ, როგორ განმარტავენ რჯულის კომენტატორები წმინდა მოციქულთა 50-ე კანონს და როგორ ესმით მათ კანონში არსებული ფრაზა ტრია ბაპტისმატა. ზონარა. სამ შთაფლას კანონი აქვს სამ ნათლისღებად ხმობს ერთ საიდუმლოში, ანუ ერთ ნათლისღებაში. ამგვარად მომნათვლელი ყოველ შთაფლაზე წარმოსთქვამს წმინდა სამების იპოსტასთა ერთ სახელს, ხოლო ემბაში მოსანათლავის ერთგზის შთაფლა და ისიც აღსრულებული უფლის სიკვდილის მიმართ უკეთურებაა, ვინც ასე ასრულებს, ნათლობას უნდა დაემხოს. არისტინე. ვინც საიდუმლოს შეასრულებს არა სამგზის, არამედ ერთგზის შთაფლით, უფლის სიკვდილის მიმართ, რაც უფალს არ უსწავლებია, დაემხობა სასულიერო პატივისგან. უფალმა გვამცნო, ნათლობა აღვასრულოთ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ამიტომაც თუ რომელიმე ეპისკოპოსი ან მღვდელი დაუპირისპირდება უფლის ამ განწესხებას და მონათლავს ერთგზის შთაფლით, იმიტომ რომ ნათლობა მოასწავებს უფლის სიკვდილს, დაემხოს თავისი პატივისგან. ბალსამონი. ამ კანონსაც იგივე ძალა აქვს, რადგან განაწესხებს, რომ ნათლისღების წვიდა საიდუმლო უნდა შესრულდეს ერთხელ, სამი შთაფლით, მამის, ძის და სულიწმინდის სახელის მოწოდებით, რადგან ღმერთი ერთია და სამპიროვანი, ან კიდევ ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის სამდღე დაფლისა და აღდგომის ნიშნად, რადგან მოციქულიც ამბობს, რომელთა ესე ნათელ ვიღეთ, ქრისტე იესოის მიერ სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ ვიღეთ. ხოლო სიტყვა ნათლისღება, ბაპტისმა, აქ ჩემის აზრით უნდა მივიღოთ შთაფლის ნაცვლად, ამბობს ბალსამონი. ამრიგად კანონი ამბობს, რომ დაემხობა პატივისგან ის, ვინც ნათლავს ერთგზის შთაფლით უფლის სიკვდილის მიმართ, რაც უფლის სწავლების საწინააღმდეგოა და არის ურსჯულო. ცნობილი ახალმოწესე სერბი კანონისტი ნიკოდიმოს მილაში წერს. ამ კანონში განწესებულია, რათა ნათლობა აღსრულდეს წყალში სამგზის შთაფლით. თანაც სასულიერო პირი, რომელიც ნათლობას ასე არ აღასრულებს, უნდა დაემხოს პატივისგან. ამ კანონის მიღების მიზეზი გახდა ის, რომ ქრისტიანობის პირველი პერიოდის სხვადასხვა სექტებში თვით ანომეველთა, ევნომიანელთა მწვალებლობამდე ნათლობას აღასრულებდნენ არა წმინდა სამების სახელით, არამედ მხოლოდ უფლის სიკვდილის მიმართ, რის გამოც მოსანათლავს წყალში შთაფლავდნენ არა სამჯერ, არამედ ერთხელ. მოციქულთა ეს განწესება აწესებს კანონს, რომ სწორი ნათლობა, რომელიც მოსანათლავს ეკლესიის წევრობას ანიჭებს, განწესებებით გათვალისწინებულ სხვა დანარჩენთან ერთად უნდა აღსრულდეს მოსანათლავის წყალში სამგზის შთაფლით წმინდა სამების სახელს და მოწოდებით. ეს განწესება მოსანათლავის წყალში შთაფლის თაობაზე ეფუძნება გადმოცემას, რომელიც თავის დასაბამს ეკლესიის პირველი დროებიდან იღებს, როგორც ბრძანებს ამას წმინდა ბასილი დიდი 91 კანონში, ანუ ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილ თავის თხზულებაში სულიწმინდის შესახებ. ეს განწესება მართლდება ეკლესიის ყველა საუკუნის პრაქტიკით.
ნათლობის დროს შთაფლის ნაცვლად დასხმის გამოყენება სნეულების გარდა მკაცრად აკრძალულია. ეკლესია მკაცრად ადევნებდა თვალს, რათა ნათლობა ჩვეულებრივ შემთხვევებში აღსრულებული იყო მხოლოდ შთაფლით და არა დასხმით. თანაც იმდენად, რომ კრძალავდა კლერიკოსთა დასში იმ პირთა მიღებასაც კი, რომლებიც რაიმე გამონაკლისი ვითარებების გამო შთაფლით არ იყვნენ მონათლულნი. როგორც ხედავთ, ჟულის კანონის ყველა ავტორიტეტულ კომენტატორს ტერმინი ბაპტისმა სწორედ წყალში შთაფლის მნიშვნელობით ესმის და ერთი სიტყვითაც კი არ ახსენებენ იმას, რომ შესაძლოა ის დასხმას ან ყურებასაც გულისხმობდეს. რაც შეეხება წმინდა მოციქულთა 50 კანონის არსენ ნიყალთოელისეული ძველქართული თარგმანის სქოლიოში არსებულ მითითებასთან გაჩენილ კითხვას, თუ რატომ დასჭირდა არსენ ნიყალთოელის თარგმანთა სქოლიებში ნათლისღების ეკვივალენტად ჩაყოფის ჩაძერვის მინიშნება, პასუხს თვით ქართველი მეცნიერები გაგვცემენ. კერძოდ, ეს საკითხი ძალზედ გასაგებად და ლაკონურად განუმარტავს ოფიციალური ეკლესიის ცნობილ ლიტურგის ექვთიმე კოჭლამაზაშვილს. ის წერს: გამოთქმა ნათელსზე სამგზის ნიშნავს არა ნათლისღების საიდუმლო სამგზისობას, არამედ თავის ჩაყოფინებას სამგზის. სამი ნათლისღების, ანუ სამგზისი თავის ჩაყოფის მითითებას ხვდებით მოსიქულთა კანონებში. უკვე თუ ვინმე ეპისკოპოსმა ან ხუცესმან არა სამნი ნათლისღებანი ერთი სამე საიდუმლოობისანი სრულყნეს, არამედ ერთი ნათლისღებაის სიკვდილისა მიმართ უფლის აღსრულებული განიკვეთენ. ნათლისღების ბერძნული შესატყვისი ბაპტისმა სწორედ თავის ჩაყოფას, ჩაყვინთვას ნიშნავს. ამიტომაც გამოთქმა სამნი ნათლისღებანი, რაც მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით სამგზის თავის ჩაყოფას გამოხატავს, ბერძნულენოვანი მკითხველისთვის გაუგებარი არ რჩება. ხოლო რადგანაც ბაპტისმა შესატყვისი ქართული ტერმინი ნათლისღება ჩაყვინთვის ნიუანსს არ შეიცავს, სამი ნათლისღების ხსენება შესაძლოა გაუგებრობის წყაროდ იქცეს. ამიტომაც დიდი რჯულის კანონის ქართულად თარგმნელს არსენ ნიყალთოელს ზემოხსენებული კანონისთვის დაურთავს შენიშვნა. შეისწავლეს სამი ნათლისღებანი ნაცვალად სამთა შთაყოფად. სლავურ დიდი რჯულის კანონში ამ ადგილას, ანუ წმინდა მოციქულთა 50 კანონში ასევე მოცემულია მსგავსი მითითება კონკრეტული მოთხოვნით. В святом крещении крестящихся погружати, а не обливати. ამრიგად საკითხი საკმაოდ მარტივი და გასაგებია, მაგრამ რისი სოფისტი იქნება ედიშერ ჭელიძე თუ ამ საკითხსაც მაქსიმალურად არ გააბუნდოვანებს და დასხმითი ნათლობის სასარგებლო დასკვნებს არ შემოგთავაზებს, თუმცა ვნახოთ რამდენად სამართლიანად. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ ედიშერ ჭელიძე ხაზს უსვამს სიტყვა ბაპტისმას ორმაგ შინაარს, საეკლესიოს და ყოფითს. ყოფითი გაგებით შთაფლო არის ბაპტისმას ერთ-ერთი მნიშვნელობა, ხოლო საეკლესიოთ ის კონკრეტულად არ ნიშნავს შთაფლას. ანუ საეკლესიო მნიშვნელობითაც იგივეს ღებულობთ, ოღონდ ედიშერ ჭელიძე ამგვარი ფორმულირებით მოხერხებულად უვლის გვერდს ამის აღიარებას და კიდევ საეკლესიო მნიშვნელობით ბაპტისმა ამავე დროს საეკლესიო საიდუმლოს სახელწოდებაა. თავისი წიგნის ეკლესია ძალი უფლისად 95 გვერდზე ედიშერ ჭელიძე ედავება ადრინდელ ძველმართლმადიდებელ პოლემისტებს და აღნიშნავს, რომ მათი მტკიცებით ბერძნული სიტყვა ბაპტისმა უნდა ითარგმნოს შთაფლად. რა შეიძლება ამის შესახებ ითქვას? კითხულობს ედიშერ ჭელიძე და პასუხობს. ბერძნული სიტყვა ბაპტისმა ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საღვთისმეტყველო სიტყვა ორგვარი ხმარებისაა: ყოფითი, ცხოვრებისეული შინაარსით და საეკლესიო შინაარსით. ხსენებული სიტყვა ბაპტისმა შთაფლას ნიშნავს ოდენ ყოფითი აზრით, თანაც შთაფლო არის მისი ერთ-ერთი ყოფითი მნიშვნელობა. რაც შეეხება ამავე სიტყვის საეკლესიო შინაარსს, ამ მხრივ ხსენებული სიტყვა ნიშნავს არა შთაფლას, არამედ 7 საეკლესიო საიდუმლოთაგან პირველს, ნათლისღებას. შეიძლება გვითხრან, განაგრძობს ედიშერ ჭელიძე, რომ ეს სიტყვა საეკლესიო გააზრებაშიც ინარჩუნებს ყოფით შინაარსს. ამგვარი აზრი მართებული არ არის. ტერმინი ბაპტისმა საეკლესიო შინაარსით აღარ ნიშნავს კონკრეტულად შთაფლას. იგი გულისხმობს მთლიანად ნათლობის საიდუმლოს მისი ყველა შემავალი რიტუალური ნაწილით. იქნება ეს წყალთან დაკავშირებული პროცედურა, ფორმულების წარმოთქმა, შებერვა და სხვა. როგორ გავიგოთ გამოთქმა კონკრეტულად აღარ ნიშნავს.
ანუ ტერმინი ბაპტიზმა არისო არა მარტო შთაფლის აღნიშნული ტერმინი საეკლესიო მნიშვნელობითაც, არამედ სხვა დანიშნულებისაც, კერძოდ ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლოს ნათლისღების აღნიშნულიც. სიტყვა ბაპტიზმა კონკრეტულად შთაფლის აზრით ყოფითი მნიშვნელობით გამოიყენება და ედიშერ ჭელიძის თქმით ამ შემთხვევაშიც შთაფლა არის მისი ერთ-ერთი ყოფითი მნიშვნელობა. კეთილი და პატიოსანი, ჩვენს არაფერი გვაქვს ამ მტკიცებულების საწინააღმდეგო, მაგრამ უნდა დავსვათ კითხვა. ამავდროულად ტერმინი ბაპტიზმა, ანუ როდესაც მის არაყოფით, არამედ საეკლესიო გამოყენებაზეა ლაპარაკი, ინარჩუნებს თუ არა შთაფლით მნიშვნელობას. ჭელიძე ამაზე დუმს, მას ამ მიმართულებით მსჯელობა არ მიჰყავს, ამიტომ ასე შემთხვევაში საფუძველი გამოეცლება მის ყალბ-ბრძნობას. საეკლესიო გამოყენებაში ტერმინი ბაპტიზმა ნამდვილად შეიცავს ორივე მნიშვნელობას, ანუ ის გულისხმობს შთაფლასაც და ამავე დროს ერთ-ერთ საეკლესიო საიდუმლოსაც, კერძოდ ნათლისღებას. ეს რომ ასეა, ბრწყინვალედ ჩანს სწორედ არსენ იყალთოელის თარგმანიდან. მოგვიწევს მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ კოჭლამაზაშვილის განმარტება, სადაც ნათლად ჩანს, რომ ტერმინი ბაპტიზმა საეკლესიო გამოყენებაშიც ინარჩუნებს თავის პირველ ყოფით მნიშვნელობას. აი რას წერს ბატონი ექვთიმე კოჭლამაზაშვილი. გამოთქმა ნათელსეს სამგზის მოციქულთა 50 კანონის არსენ იყალთოელის თარგმანში ნიშნავს არა ნათლისღების საიდუმლო სამგზისობას, არამედ თავის ჩაყოფინებას სამგზის. სამი ნათლისღების, ანუ სამგზისი თავის ჩაყოფის მითითებას ვხვდებით მოციქულთა კანონებში. უკვე თუ ვინმე ეპისკოპოსმა მონახუსწესმან არა სამი ნათლისღებანი ერთი სამი საიდუმლოებისანი სრულყნეს, არამედ ერთი ნათლისღება სიკვდილისა მიმართ უფლისა აღსრულებული განიკვეთენ. ნათლისღების ბერძნული შესატყვისი ბაპტიზმა სწორედ თავის ჩაყოფას ჩაყვინთვას ნიშნავს, ამიტომაც გამოთქმა სამი ნათლისღებანი, რაც მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით სამგზის თავის ჩაყოფას გამოხატავს, ბერძნულენოვან მკითხველთათვის გაუგებარი არ რჩება. ხოლო რადგანაც ბაპტიზმას შესატყვისი ქართული ტერმინი ნათლისღებას ჩაყვინთვის ნიუანსს არ შეიცავს, სამი ნათლისღების ცხენება შესაძლოა გაუგებრობის წყაროდ იქცეს. ამიტომაც დიდი რჯულის გავლენის ქართულად თარგმნას არსენ იყალთოელს ზემოთხსენებული კანონისთვის დაურთავ შენიშვნა. შეისწავლეს სამი ნათლისღებანი ნაცვალად სამთა შთაყოფათა. ამრიგად არსენ იყალთოელი პირდაპირ გვასწავლის, თუ რა უნდა ვიგულისხმოთ ბერძნული სიტყვის ბაპტიზმას საეკლესიო შესატყვის ნათლისღებაში და ეს სიტყვა არის შთაფლა, ჩაყოფა. ზემოთ ნიკოდიმოსთან უფლის საუბრის განმარტებისა, სადაც წმინდა იოანე ოქროპირის დავიმოწმეთ, ნახეთ თუ როგორ განმარტავს ედიშერ ჭელიძე თავის ჩაყოფას. მისთვის ეს არ არის სრული შთაფლა, არამედ მხოლოდ კოჭებამდე ან წელამდე წყალში მდგომი ადამიანის თავის მუხრა და წყალში ჩაყოფა, რომელიც თურმე ედიშერ ჭელიძის აზრით ნათლისღების საიდუმლოს კანონიკური ფორმა ყოფილა. ედიშერ ჭელიძე, რომელიც წმინდა იოანე ოქროპირის ცხადზე უცხადესი განმარტების გაყალბებას არ ერიდება, სადაც ჩანს, რომ წმინდა მამა სწორედ სრულ სხეულებრივ შთაფლას თლიან დაძირვას გულისხმობს და ამბობს, როდესაც წყალში დაინთქმის ყოველივეო, აქ უფრო მეტად უტევს, რადგან ამგვარი კონკრეტული მითითება თუ რას ნიშნავს ეს თავის ჩაყოფა არსენ იყალთოელს არ უწერია. საზოგადოდ უნდა ვიცოდეთ, რომ წმინდა მამები, როდესაც თავის ჩაყოფაზე ლაპარაკობენ, ისინი ბუნებრივად გულისხმობენ მთელი სხეულის შთაფლას, რადგან ამ შემთხვევაში მათ წყალში თავჭაყოფილი ადამიანი კისრამდე წყალში მდგომად წარმოუდგენიათ. ედიშერ ჭელიძესა და მის თანამოაზრეთა ამაობს ზნობას, რომ თავი ავარიდოთ, დავიმოწმოთ კიდევ ერთ ძველ ქართულ წყაროს, კერძოდ კათაკმევლობისა და ნათლისღების წესს განგებას, რომელიც ექვთიმე კოჭლამაზაშვილის გამოკვლევითა და კომენტარებით ქრისტიანულ არქეოლოგიური ძიებანის 2010 წლის მესამე ნომერში გამოქვეყნდა. პარაგრაფი 25. ცხებაი ზეთისაი და ნათლისცემაი. ნათლისცემის წინ კათაკმეველს გახდიან სამოსელს, დიაკონების ცხებენ ზეთს წმინდა სამების სახელი და ჩაუშვებენ ემბაში. შემდეგ მღვდელი ნათელს ცემს თავჩაყოფით სამგზის. ძველი ქართულით. ამის შემდგომად განძარცვენ კათაკმეველნი ცხონ ზეთი დიაკონთა და იტყოდიან ესრეთ: ეცხების სახელით უწოდონ, რაიცა იყოს, სახელით მამისაითა და ძისაითა და სულისაი წვიდისაითა. და შთავლინონ ემბასსა და ნათელს ცეს თავშაყოფით სამგზის და იტყოდიან ესრეთ: ნათელ იღებს სახელით და მამისაითა და ძისაითა და სულისა წვიდისაითა.
სხვათა შორის ცნობილ პოლემიკურ კრებულში დოგმატიკონში, რომლის შედგენაც ასევე არსენ იყალთოელს მიეწერება, მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ მონოფიზიტ და მიღების წესშიც სრულიად ცხადად არის განწესებული, ვინცა ვინ არა ნათელს სცემდეს სამითა შთაყუფითა, სახელსა ზედა მამისა და ძისა და სულისა წვიდისასა შეჩვენებულ იყა. ამრიგად, ემბაში ჩაშვებული ადამიანი ისე ღრმად დგას წყალში, რომ სრული შთაფლისთვის მას წყალში ოდენ თავის ჩაყოფა აღარ სჭირდება. ედიშერ ჭელიძის აზრით კი ემბაში შესული განშიშვლებული კაცი წყალში დგას წელამდე და წაკუზულს მარტო თავი აქვს ჩარგული წყლის სტიქიაში. სხვაგვარად შეუძლებელია თავის ჩაყოფაზე ედიშერ ჭელიძის მიერ მოცემული განმარტების გაგება. თავად განსაჯეთ, რა შეიძლება ეწოდოს მკერდამდე, წყალში შესულ და წელამდე წყალში შესულ ადამიანთა თავის ჩაყოფას წყლის სტიქიაში. მკერდამდე შესულს მხოლოდ თავის მოხრაღა სჭირდება, რადგან ოდენ თავის მოხრით დაიფარება წყლით. მაშინ, როდესაც წელამდე წყალში მდგომა, რომ მოახერხოს თავის ჩაყოფა წყლის სტიქიაში, ძლიერ უნდა მოიხაროს. ანუ წაიყუზოს, სანიმუშოდ იხილეთ ამგვარი ნათლობის ამსახველი ფოტოები. ამას ასწავლის თავის ფანებს ედიშერ ჭელიძე. დასკვნა მკითხველმა გააკეთოს ან ჩვენი წინამდებარე პოდკასტის მსმენელმა გააკეთოს. ჩვენ კი განვაგრძობთ ედიშერ ჭელიძის ნაყალობებთა განხილვას მომავალ პოდკასტებში. ფარავდეთ ღმერთი.